შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო მზადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია. პროექტის რედაქტორი ნინო ჩხიკვიშვილი. თბილისი 2025 წელი. ალექსანდრე ქუთათელი, პირისპირ, რომანი 2 ტომად და 4 წიგნად. პირველი ტომი, წიგნი პირველი. ნაწილი პირველი. ნინოობა, მეოთხე. მე საკმაოდ ვიცნობ ადამიანებს და ვიცი რომ ჩემთვის უმჯობესი იქნება თავი შემეკავებინა და არ დამეწერა ეს წიგნი. მაშინ უფრო ნაკლებ მტრებს შევიძენდი. შანფლერი. დღეს თბილისს მეტი გამოცოცხლება დასწყობოდა. დანა ჩანგლების და თეფშების ჩხრიალი, ჭიქების წყარუნი და მრავალჟამიერი ისმოდა. ნინოობა იყო. ნათესავები, მეგობრები და ნაცნობები დილიდანვე ულოცავდნენ ესტატე მაყაშვილის ქალს ნინოს სახელობის დღეს. უამრავ საჩუქარს უგზავნიდნენ. ცნობილი ვექილი და საზოგადო მოღვაწე, თავადი ესტატე მაყაშვილი სტუმართ მოყვარე, დარბაისელი მოქეიფე და განთქმული თამადა იყო. მაშ რა ქართველი და რაღა კახელი თავადი იქნებოდა, ქეიფი და კახური ღვინო რომ არ ყვარებოდა. აკი ჩვენმა დიდმა ილიამაც თავის ლუარსაბ თათქარიძეს კახეთისა და კახური ღვინისადმი მიმართული ხოტბა ათქმევინა. ვენაცვალე კახეთს. ეგ რომ არ ყოფილიყო, არც კახური იქნებოდა. მაშინ მე რაღა კაცი ვიქნებოდი. ესტატეს არა მარტო კახეთი, კახური ღვინო და ქეიფი უყვარდა, არამედ სამართლის მეტყველება, პოლიტიკა და ესთეტიკაც. ხელოვნების დარგში მომუშავედ მფარველობდა, მას მეცენატს ეძახდნენ. ესტატეს ბინა სტუმრებით იყო სავსე. მასპინძლის კაბინეტში საუბარი შამქორის ამბების გარშემო ტრიალებდა. მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს წევრი პეტრე ქერელიძე ნეტარის გულუბრყვილობით იძიებდა. ნეტა ვინ გასცა ბრძანება? ნეტა ვინ გასცა განკარგულება შტაბ როტმისტრის აფხაზავას და მისი ჯავშნიანი მატარებლის აზერბაიჯანში გაგზავნის შესახებ. სენატორი ვახეკიც ამასვე გაიძახოდა. ვისგან მიიღო ბრძანება პოლკოვნიკმა მაღალოვმა? მაღალოვი დამოუკიდებლად თუ მოქმედებდა, მაშინ აღძრულ უნდა იქნას მისი პასუხისმგებლობის მიცემის საკითხი. მეორე საარტილერიო ბრიგადის უფროსი გენერალი ჩიჯავაძე კარგად იცნობდა საქმის ვითარებას და მთავარსარდლის გენერალ ლებედინსკის, მთავარი შტაბის ოფიცრების დრაცენკოს და გოტოვცევის მსგავსად იწუნებდა ეშელონების განიარაღებისათვის შედგენილ გეგმას და შამქორში ჩატარებულ საომარ ოპერაციას. ჩიჯავაძის აზრით განიარაღება მთის ვიწროებში, ხეობაში უნდა მომხდარიყო და არა აზერბაიჯანის გაშლილ ველზე, სადაც ეშელონებს ყველა თავისი ძალების გაშლისა და ფართო გამოყენების საშუალება მიეცათ. ისე კი ვისი განკარგულების და ბრძანების თანახმად აფხაზავა მაღალოვის და რაფიბეგოვის რაზმებმა ეშელონებს ზურგში მახვილი ჩასცეს. თავს იმართლებდა ბრალი ქართული კორპუსის უფროსზე ახმეტელაშვილზე გადაჰქონდა და ასე იბანდა პილატესაებრ სისხლში შესურილ ხელებს. ვარდომ სტუმრები ჩაიზე მიიწვია. მარმარილოსავით თლილ მის ყელს, მკერდსა და მკლავებს შავი ხავერდის კაბა დამაბრმავებელ სითეთრეს ხმატებდა.
მიუხედავად იმისა, რომ ვარდო თითქმის 40 წელს მიღწეული ქალი იყო და მის სახეს და სხეულს ოდნავის სიმსუქნე შეჰპარვოდა, იგი მაინც ახალგაზრდა ქალის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ნინო მისი უმცროსი დაი უფრო ეგონებოდა კაცს, ვიდრე მისი შვილი. ვარდო ლამაზი ქალი იყო, გიშრის ფერსა და ხუჭუჭ თმაში არც ერთი თეთრი ღერი არ ერია. დიდრონ და შავ თვალებში შუქი უციმციმებდა. მის პირის კანს ნაოჭი არ შეხებია. ეტყობოდა ამ დარბაისელი ქალის ცხოვრება მუდამ დიდრული, სიუხვით და სიტკბოებით სავსე იყო. ისე როგორც ნაირნაირი ნამცხრებითა და ტკბილეულით სავსე მისი სუფრა. გენერალი ჩიჯავაძე ტკბილად ნაბავდა თვალებს და ვარდოს ქათინაურებით უმასპინძლდებოდა. მაგრამ სტუმართა ყურადღებას დღეს უმთავრესად ვარდო კი არა, არამედ მისი ქალი ნინო იპყრობდა. ნინო იმჟამად გიმნაზიას ამთავრებდა და მრავალ ჭაბუკს და არაჭაბუკსაც მისკენ ეჭირა თვალი. დღეს მაყაშვილთა ქალს მოწაფის ტანსაცმლის ნაცვლად სრულ ასაკოვანი ქალისათვის შესაფერისი ტანისამოსი ჩაეცვა. მუქწაბლისფერი აბრეშუმის გულამოჭრილი კაბა, ასულის მოღერებულ ყელს, წარმტაც მკერდს და ლამაზ მშვენიერ მხრებს და ბეჭებს აჩენდა. ალბათ ამიტომაც არ აშორებდა თვალს სილამაზისა და მშვენიერების მოტრფიალე პლატონ მოგველაძე, რომელსაც მისი მეგობრები დიდ ესთეტიკოსს უწოდებდნენ. ესთეტიკოს თვალები უცნაურად ანთებოდა, ცხვირის ნესტოები არაბული ბედაურივით უთამაშებდა. მოკუმულ ბაგეებს ბრძენი დიონისეს დაუოკებელი ღიმილი არ შორდებოდა. ბრძენი დიონისე და ესთეტიკოსი ფიქრობდა, ესტატე მაყაშვილის ქალი მზეთუნახავი ყოფილა. მე ჯერ კიდევ ბავშვი მეგონა და მის დედას ვარდოს ვეტანებოდი. ამიერიდან ნინო უნდა ამოვიღო ნიშანში. ესტატე ჩემი მეგობარია, ჩემი თაყვანის მცემელი და ქალს არ დამიკავებს, მაგრამ როგორც ვიცი მგონი კორნელის და ნინოს უნდა უყვარდეთ ერთმანეთი. მერმერა. პლატონი ნინოს მიუჯდა. დიონისე ესთეტიკოსი და ენამზე პოეტი ამეტყველდა. თქვენი მშვენება დღეს მაბრმავებს ტურფა ასულო. კდემამოსილი სურნელება თქვენი ტანისა არის ისეთი, ვით შვილის ნუკრის ან ზაფხულზე მინდვრის ყვავილთა. კორნელიმ ყური მოჰკრა ამ სიტყვებს და მეტოქეს ბრაზით გადახედა. ნინომ შენიშნა, გაწითლდა, მაგრამ თავი დარცხვენით არ ჩაუკიდნია. სიამოვნებდა ენამზე კაცის ქათინაური, ენამზე კაცი კი განაგრძობდა. ბუნებამ სრული სილამაზე ქალს მიანიჭა, ამიტომ ვამბობ, ქალი სარო, ქალი ლერწამი, ლოტოსი, გედი, ანგელოსი, ქალი მზე, თვარე. მაგრამ გთხოვთ, გახსოვთ ის ძველი ეგვიპტელნი და ჰელენელნი, მათი ძეგლები, ქანდაკება, ბარელიეფი, მათი განჭრეტა მარმარ ქვაში გამოკვეთილი, კაცთა, ცხოველთა, მცენარეთა ღრმა შეერთება. იქ თუ მისწვდებით და გაიგებთ, რა არის ღმერთკაცი, ანუ ქალი ღმერთი, ღვთიურ ხელით გაორებული, თხაფეხა ღმერთი, დიონისე და პაზიფაი. ნინო სულგანაბული უსმენდა ახლა თავისავე სიტყვებით მოჯადოებულ და ლაპარაკის ეშხში შესულ პლატონს. იმას კი ვერ ვიტყვით, რაიმე აზრი გამოჰქონდა თუ არა ქალს ენამზე კაცის თქმულისაგან. კორნელის შურის ტანჯავდა, რადგან პლატონის მსგავსი განსწავლული, ლამაზი და ქარაგმიანი ქართული არ ეხერხებოდა. პლატონი კი ისევ აჯადოებდა ნინოს
საუბარში ითრევდა და აცინებდა. ნინოს სიცილი გულზე ეკალივით ერჭობოდა კორნელის. სამაგიეროდ ესტატე და ვარდო მათ ქალთან მობაასე დიდ ესთეტიკოსს და პოეტს, დიდ მამულიშვილს და ენამზე პლატონს სიამოვნებით მიშტერებოდნენ. სენატორის მეუღლემ მელანია ვახეკმა მოცისფრო ჟუჟუნა თვალებზე ლორნეტი აიფარა. პლატონს დააცქერდა და ვარდოს წაშჩურჩულა. პლატონ მოგველაძე ევროპელს აღგავს. ნიჭიერი და კულტურული კაცია. პლატონი და ნინო ერთმანეთს მეტად შეეფერებიან. რას აბრძანებთ? მიუგო ღიმილით ვარდომ. პლატონი 40 წლის იქნება. ნინო შვილად შეჰფერის. ეხ, ჩემო კარგო, შენიშნა მელანიამ. 40 წლის კაცი გირჩევნოდეთ თავქარიან ჭაბუკს. ეთყობოდა მწარე გამოცდილებას მიეყვანა ამ დასკვნამდე. მისი პირველი ქმარი ჭაბუკი იყო. ქეიფისა და ფულის მფლანგველი მოყვარული. მელანია გაეყარა მას და მასზე ბევრად ხნიერ სენატორს ვახეკს მისთხოვდა. შვილები ვალია, კლარა და სტანისლავი პირველი ქმრის ხელში შესძენოდა. მელანიამ ისევ გაიკეთა ლორნეტი და პლატონს მუშტრის თვალით დააცქერდა. მის პატარა ხელის თითებზე წამოგებულმა ბეჭდების თვალ მარგალიტებმა გაიელვეს. ვარდოც პლატონს და ნინოს დააცქერდა. სახეზე ღიმილმა გადაურბინა. მერე კორნელის ნაღვლიანად გადახედა. კორნელი გაწითლდა და თავი ჩაჰკიდა. ვარდომ და მელანიამ მე და პლატონი სასწორზე შეგვაგდეს, ცხადია. პლატონი ამჯობინეს. ამ ბრწყინვალე დარბაზში საზიზღარი ვაჭრობა არის გამართული და მას ჩემს გარდა ვერავინ ხედავს. ფიქრობდა კორნელი, სისხლი აემღვრა, მოულოდნელად წამოიჭრა, ხმალი მარცხენა ხელით ასწია და დარბაზიდან ჩქარი ნაბიჯით გავიდა. კორნელის საქციელი ნინოს ფრიად გაუკვირდა. ვარდომ კი გაიფიქრა, ნამდვილად ჩემი ქალი უყვარს. ერთი უცქირეთ, როგორ ეჭვიანობს და ღელავს. თავის ქურქში ვერ ეტევა. ეს რა გააკეთა, რა ქნა, ხედავ, თავს როგორ გაუვიდა. მაგრამ ელენეს მიუბრუნდა და მისი დისწულის ქებას მოჰყვა. სტუმრებმა დიასახლის მადლობა გადაუხადეს და ჩაის მერმე საზეიმო დღისთვის მდიდრულად მოკაზმული და ძვირფასი სამკაულებით მორთული ქალები დარბაზში გამოეფინენ. ახლა პლატონის გარდა ნინოს პოეტი რაფიელ ახვლედიანი, მომღერალი ვანო სარაჯიშვილი და სხვანი თავს დასტრიალებდნენ და როიალზე დაკვრას თხოვდნენ. ვანო სარაჯიშვილის ტენორი მაღალი ღირსებისა იყო. ვანო წინათ რუსეთის მთავარ ქალაქებში მღეროდა. იქ წარმატებით ჩატარებული გასტროლების მერმე ხმის გასაუმჯობესებლად იტალიაში გაემგზავრა. იტალიიდან დაბრუნების მერმე იყო ასე რომ ხიბლავდა იგი თავისი ბელკანტოთის საზოგადოებას. საქართველოს ბულბულიც ამიტომ შეარქვეს. სახელგანთქმული მსახიობი იმჟამად თბილისის საოპერო თეატრში მღეროდა. ნინო ჩინებულად უკრავდა როიალზე. რობერტ შუმანის ფანტაზია შეარჩია. ნოტების გადაფურცვლა კორნელის მუდმივი მოვალეობა იყო. ნინოს მაშინვე მოაგონდა კორნელის მიერ დარბაზიდან მოულოდნელი გასვლა. ახლავეო დაიძახა და კორნელის საძებნელად წავიდა. კორნელი თავის ოთახში სავარძელში იჯდა. ცალი ფეხის დესს აღელვებული აშღარუნებდა და კედელზე ნინოს სურათს მიშტერებოდა. მისი თვალები სევდით ახსილიყვნენ. ნინოსადმი მიმართული პლატონის სიტყვები აგონდებოდა. კორნელი აენთო,
სწორედ ასეთივე სიტყვებით მივმართე მე ნინოს, როდესაც პირველად ერთმანეთს ხვაშიადი გაუმჟღავნეთ. ახლა ამ სიტყვებს პატივი აეყარა, რადგან ისინი პლატონს თავის გასართობად დასჭირდნენ და არა ჭეშმარიტი გრძნობის გამოსახატავად. პლატონს ნინო არ უყვარს. მას სიყვარული არ შეუძლია. მას ნინო მოსწონს მხოლოდ. მოსწონს ისე როგორც სხვა მრავალი ლამაზი ქალი. ის ლამაზი ლათაიები რამდენი ქალისათვის უთქვამს პლატონს. ვინ მოთulis? სწორედ ამიტომ ეუბნებოდა ნინოს გაზეპირებული ლექსივით იმ ტირადას. განა გულს ატანდა. ნინომ ოთახის კარი შეაღო. აქ რას უზიხარ? რა მოგივიდათ? თავი მტკივა. ტყუილია. ამაოდ მიბრაზდებით. წამოდით, რა დროს გაბუტვაა? უჩემოდაც კარგად მოგალხენთ მოგველაძე. უსმინეთ მის ყალბ დიფირამბებს. ღმერთო ჩემო, არ გრცხვენიათ? რა დროს ეგ არის? დღეს ჩემი დღეობაა. შეშივლა ნინომ და კორნელის მხარზე ხელი დაადო. კორნელი შემობრუნდა. კაეშნიანი თვალები მუდარით დასქეროდნენ და არა მარტო თვალები, ყველაფერი მომხიბლავი იყო ახლა ამ ქალისა. კორნელი დაცხრა. ნინოს ეშხით მოიხიბლა. უმალვე წამოდგა და ნინოს ხელზე აკოცა. ნინო შეეხვეწა. წავიდეთ. როიალზე დაკვრა მთხოვეს მელოდებიან. კორნელის ხელი ჩაშჭიდა და წაიყვანა. მხრებზე კაშმირის ჭრელი შალი მოეხურა. საამური ხმების მოლოდინში ვანო სარაჯიშვილი ღიმილით მისწოლოდა სავარძლის ზურგს და შავი მგზნებარე თვალები ტკბილად გაენაბა. პლატონ მოგველაძეს ცუდი სმენა ჰქონდა, მაგრამ მაინც მუსიკის მცოდნე კაცად მოჰქონდა თავი. ფილოსოფიისა და პოეზიის ნაცვლად მუსიკისათვის რომ მომეკიდნა ხელი, ახლა უდიდესი კომპოზიტორი ვიქნებოდი. ეუბნებოდა იგი მიამით ნაცნობებს, რომელთაც აზრადაც არ მოსულიათ მისი მუსიკალური ნიჭის გამოცდა. ერთხელ და ისიც სიმთვრალის ჟამს გასცა საკუთარი თავი. პოეტად და დიდ ფილოსოფოსად, ბელეტრისტად და ჟურნალისტად მოჰქონდა თავი და ბევრსაც წერდა. იგი მხატვრობის ცოდნასაც იჩემებდა. მხატვართა სურათების გამოფენის გამო ჟურნალში მოთავსებულ წერილებში რამდენ დამოუკიდებელ მოსაზრებებსაც იტყოდა, იმდენ შეცდომას უშვებდა. ეჭვმიუტანელი ნიჭის მქონე მხატვართა სურათები დაწუნებული აღმოჩნდნენ, ხოლო უნიჭოთა კი გენიოსური. ასეთი შეცდომა იმ გარემოებიდან გამომდინარეობდა, რომ პლატონს არ ჰქონდა საკუთარი თვალსაზრისი, მსოფხედველობა და გემოვნება. ხოლო ხელოვნების დარგში მომუშავეს, ამის გარეშე ვერც დიდი ნაკითხობა და ვერც დიდი მწიგნობრობა უშველის. რაიც ღმრთის წინაშე პლატონს არ აკლდა. არ აკლდა მას სხვისი აზრის, სხვისი თქმისა და შეხედულების თავისად გასაღება და ისეთი რიხითა და ბაქიაობით და არტისტული პოზით, რომ წიგნში ჩახედულ კაცსაც კი თავგზას დაუბნევდა. ეთყობოდა ამ კაცის ყალბი ბაქიბუქი დიდხანს გასტანდა ჩვენში, სანამ მის მსახიობის ყალბ ნიღაბს არ ჩამოხსნიდნენ. ახლა კი ესტატე მაყაშვილის დარბაზში მყოფი საზოგადოების თვითოეული წევრი მას შესცქეროდა როგორც ბრძენს, დიდ ესთეტიკოსს. იგი მკაცრი და მრავალტანჯული კაცის სახით იჯდა სავარძელში. მრავალთათვის იყო უჩვეულო ადამიანი და უპირველეს ყოვლისა თვით პლატონის აზრით ზეკაცი იყო. მსახიობის ნიღაბი, არტისტიზმი, ეგოცენტრიზმი და
განდიდების მანია მას ორგანულ თვისებად გადაქცეოდა და იჯდა ახლა ეს გულზვიადი, მედიდური და მარტოსული კაცი მრავალტანჯულ ბერძენთა ღმერთის დიონისეს მსგავსად დახატული, ბრიოლინით ალაპლაპებული, ინგლისურად გვერდზე გადაყოფილი თმა კეფიდან წამოეღო, დეკადენტი ფრანგი პოეტის ბოდლერის მსგავსად მელოდ დაკუთხულ კვინიხზე პარიკით დაეწებებინა და შუბლის ძვალი ხელოვნურად გაეფართოებინა. დაჭიმულ თითებს დროდადრო ყურის ძირში ელეგანტურად მიიდებდა და მოშვებულ პარიკს ქალაზე მიიჭერდა. თეთრი ჰალსტუკი გაეკეთებინა. მისი გრძნობა სულივით გულმოდგინე დაუთოებული ფრაკი და შარვალი ჩაეცვა. თითქო ტანსაცმლის მაღაზიის მანეკენმა ლაქის ტუფლის ქუსლით ვიტრინა გატეხა, გამზირი გაირბინა და ესტატე მაყაშვილის დარბაზის სავარძელში ჩასკუპდაო. კორნელი და ნინო დარბაზში შევიდნენ, როიალთან მივიდნენ. პლატონმა ქალს თვალი გააყოლა და გაიფიქრა, არა, ეს ქალი უთუოდ ჩემი უნდა იყოს, ვერსად წამივა. თუნდ მსწრაფლ გამექცეს ველად გაიჭრეს და ვაკხებსავით მალე მსრბოლი ფეხებით ქარი დააყენოს. ნინო როიალთან დაჯდა. დარბაზში სიჩუმე ჩამოვარდა. გრძელმა თლილმა თითებმა კლავიშებზე გაიჯირითეს და დარბაზი შუმანის ფანტაზიის ნაზად მოქარგული ლირიკული ჰანგებით აღივსო. სარაჯიშვილმა თვალები დახუჭა და ისე უსმენდა. მერმე დიდრონი შავი და მგზნებარე თვალები გაახილა და ნინოს მოწონებით შეხედა. პლატონი სრულიად ვეღარ სწუდებოდა ახლა თუ რა შინაარს და განცდა შეიცავდნენ შუმანის ფანტაზიის ჰანგები, მაგრამ რაც უფრო ვერ წუდებოდა მათ, მით უფრო დინჯი და ბრძენი კაცის სახეს ღებულობდა. სახის კუნთებს კუმშავდა, ანთებულ თვალებს ჭერისაკენ აღაპყრობდა, თითქოს ამბობდა, შეხედეთ, მუსიკამ როგორ დამატკბოდა, ზენარ სამყოფს დამასახლაო. ბოლოს ამ ყალბი ქცევით, სახის კუნთების ჭინთვა დაძაბვით დაიღალა და მალე ჰანგებთან კავშირი სრულიად გასწყვიტა. გაუქმებული ყურის ნაცვლად თვალიღა შერჩა, რომელიც მხოლოდ კლავიშებზე მარბენალ ნინოს თითებს და დაკვრილ ტექნიკურ მხარეს ხედავდა. ფიქრობდა, რა ეშმაკად სჭირია, ან რად გამოადგება ადამიანს ბეთჰოვენის, მოცარტის და შუმანის და სხვათა მუსიკა. ასეთი ტანჯვა წვალებით მიღწეული ტექნიკა. ნინომ შუმანის ფანტაზიის პირველი ნაწილი ნანგრევები დაამთავრა და მეორეზე ტრიუმფალურ თაღზე გადავიდა. წინ ყველაზე რთული მესამე ნაწილი ელოდა, გვირგვინი ვარსკვლავისა. რობერტ შუმანის შედევრი ფანტაზია ახალ რომანტიკულ დიდ მუსიკალურ ფორმის შესანიშნავ ნიმუშს წარმოადგენდა. მას შლეგელის შემდეგი ეპიგრაფი აქვს წამძღვარებული. მიწიერ ხმათა ნაირფერად მოზღვავებაში გამოირჩევა იდუმალი და ჩუმი ნოტი, მხოლოდ მახვილი ყურისათვის ხელმისაწვდომი. როდესაც შუმანი ამას წერდა, რასაკვირველია, პლატონ მოგველაძის ყურს არ გულისხმობდა, არამედ თავის სატრფოსა და ცოლის, მუსიკოსი ქალის, კლარას ყურს, რომელსაც ფანტაზიის მუსიკალურ სახეებში ჩაქსოვილი ის იდუმალი და ჩუმი ტონი უნდა გაეგონა. იმ ვარირებული იდუმალი ტონით გამსჭვალულია ფანტაზიის ყველა ნაწილი. იგი ხან საშუალო ხმაშია ჩამალული და ხან კიდევ
ზედაპირზე ამოტივტივებული. ფანტაზიაში მე-19 საუკუნის გაორებული რომანტიკული პიროვნების ღრმა და ფათიზი განცდებია ჩაქსოვილი. ფანტაზიის ღრმა ფილოსოფიური იდეა არანაკლებ ღრმა ლაკონურად არის შერწყმული. შუმანმა ფანტაზიაში მთელი თავისი ტრაგიკული სული ჩაატია და იმ რთული კონცეფციისა და კომპოზიციის მქონე მუსიკალური ნაწარმოების გაგება, ჩაწვდენა და ინტერპრეტაცია არც ახალგაზრდა დამკვრელ ნინოსათვის და არც იმჟამად დარბაზში მყოფი მსმენელისათვის, თვით სახელგანთქმული მომღერლის სარაჯიშვილისათვის ადვილი საქმე არ იყო. მით უფრო მუსიკალურ სმენას სრულიად მოკლებულ პლატონ მოგველაძისათვის. მიუხედავად ამისა, როდესაც ნინომ შუმანის ფანტაზიის დაკვრა დაასრულა და დარბაზში ტაშმა იგრიალა, პლატონი თოფნაკრავივით წამოიჭრა, ნინოს მივარდა, ხელზე აკოცა, მადლობა შესწირა და შესძახა. რა ყოფილა ეს ქალი? თქვენ ნამდვილი შემოქმედი ხართ. მთელი ევროპა მომივლია, ბევრი მსოფლიო ვირტუოზისათვის მომისმენია, მაგრამ ასეთი თავისებური და განუმეორებელი გაგება და ინტერპრეტაცია შუმანის ფანტაზიისა მათ არ ჰქონიათ. თქვენი უპირატესობა თქვენს ინტუიციას და შთაგონებას უნდა მიეწეროს. მე ვამტკიცებ, თქვენი ინტერპრეტაცია თქვენს მიერ განმეორებული შემოქმედებითი სინთეზით აიხსნება. ყვირო და მოგველაძე და ნინოს მშობლები სიამოვნების გამო შაქარივით დნებოდნენ. მოხუცმა ანტონ ვიხეკმა მუსიკის ფასი იცოდა, თვითონაც უკრავდა ვიოლინოზე. იგი პრაღაში და ვენაში ნაცხოვრები კაცი იყო და ამიტომ პლატონის ასეთი ახტაცება უკვირდა. გზა და კვალს რა დუბნევს როიალზე დამკვრელ, ჯერ კიდე დამწყებ და გამოუცდელ გოგონას. ვანო სარაჯიშვილი კი საჭირო გზიან და საფუძვლიან შენიშვნებს აძლევდა. ნინო ზოგიერთი პასაჟებისა და ნიუანსების შესახებ, თემატიკური მასალის კომპოზიციის, იმ ნაწილებისა, რომელშიაც ზღაპრულთხრობითი, ტრიუმფალურ საზეიმო ხასიათი გამოსჭვივის და ბოლოს ლირიკული სიღრმე, დრამატული სიმძაფრე და მგრძნობელობა, რასაც გაცილებით მეტი მნიშვნელობა ჰქონდა კონსერვატორიის მოწაფისათვის, ვიდრე პლატონის უსაფუძვლო შექებას, რომელსაც არა ერთი და ორი ახალგაზრდა დაუღუპავს და სწორედ გზას აუცდენია. მაგრამ პლატონი ამას რად დაგიდევდათ? მე უფრო ვრცლად მოგახსენებთ ჩემს ახტაცებას, როდესაც სავსე ფიალით შევსვამ თქვენს სადღეგრძელოს, უთხრა პლატონმა ნინოს. ესეც მალე იქნება. ოხუნჯობით დაიძახა პოეტმა რაფიელ ახვლედიანმა. სასადილო ოთახში გაშლილ სუფრას თავს დახნათოდა ელექტრონის ლამპებით გაჩირაღდნებული ჭაღი. ბროლის ლარნაკები და მაღალყელიანი ჭიქები ათასნაირი ფერით ღვიოდნენ და ბრწყინავდნენ. ფაიფურის თეფშების გვერდით ვერცხლის დანაჩანგალი, ხის რგოლში გაყრილი და მაყაშვილთა გვარის ასოებით, ვენზელებით ნაგვირისტები, თოვლივით თეთრი ხელსახოცები ეწყო. სჩანდა დიასახლისი ფულს არ ზოგავდა სარეცხზე, თუმცა მარინე ნატოშვილი მუდამ გაჭირვებული ცხოვრობდა მაინც და ამ სახლის მესამე სართულის ქვეშ, სარდაფში, ჯურღმულში, ამჟამად გლოვით მოკლული, პირქვე დამხობილი და თავზე ნაცარწაყრილი. ესტატე მაყაშვილის სასადილო ოთახში ყველაფერს სიმდიდრისა და მაღალ გემოვნების ბეჭედი ეკრა.
მინანქრის საყვავილეებიდან ზამბახნი და შროშანი აღერებულიყვნენ. ლარნაკებში ყურძენი, ვაშლი, ფორთოხალი, ჩურჩხელები, თხილი, ნუში და მოხალული ფსტა ეწყო და ეყარა. სუფრა იშვიათი საუზმით იყო სავსე. საზეიმოდ და ლხინისთვის გაშლილ უხსა და მდიდრული სუფრის ოქრო ვერცხლს მინანქარს ბროლსა და ფაიფურის ჭერიდან დაშვებული გაჩირაღდნებული ჭაღის ნათურები აშუქებდნენ. ცეცხლს უკიდებდნენ და ალაპლაპებდნენ. ფირუზისფერი ტარიანი პატარა სადესერტო დანები და ჩანგლები მარაოსავით გადაშლილ ვერცხლის დგამებზე ჩაერჭოთ. ბურგუნდიის ღვინოზე და შამპანურზე უფრო საამო კახურ ქინძმარაულს, ქართულ ატენურსა და მრავალნაირ მაგარ და ტკბილ სასმელების ჩარაზმულ ბოთლებს წითელი და ვარდისფერი, ლალისა და ქარვისფერი ცეცხლი ეკიდებოდა. სტუმრები სასადილო ოთახში შევიდნენ და სუფრას თანამდებობისა და საზოგადოებრივი წონისა და ასაკის მიხედვით შემოუსხდნენ. დამა კავალერს მისდევდა. ყველაფერი გარკვეულ წესრიგს და ადათს დაემორჩილა. სუფრის თავში ცარიელი სავარძელი თამადას ელოდებოდა. ყველანი იღიმებოდნენ. ხმადაბლა საუბრობდნენ გარდა პლატონ მარგველაძისა. იგი მანეკენივით იჯდა. მალე ესტატემ წარმოს თქვა. ბატონებო, თამადა ავირჩიოთ, თამადა. მაშინვე სხვებმაც აქეთ-იქით დაიძახეს. თამადა, თამადა. ცოტა ხნის ჭოჭმანის მერმე თამადად პლატონ მარგველაძე აირჩიეს. იგი სავარძელში ჩასვეს. თამადამ სადღეგრძელო წამოიწყო. ნება მიბოძეთ, ბატონებო, პირველი სასმისით შვენიერ ნინოს მიულოცო სახელობის დღე. დღე ქართველთათვის სანუკვარი შესანიშნავი. ნინოს სახელი ცნობილია წმინდა ასული, ვინაც პირველად ქრისტეს რჯული განავრცო ქართლში და წარმართობას დაამყნა ქრისტიანობა. ნინომ აღმართა მსხმოიარე ჯვარი ვაზისა, ვაზი სამშობლო დიონისურ თრობის, გზნებისა და ქალწულური ნაწნავები დააცხრო იგი. პანი და ქრისტე ქართველში მტრულად არ შემოსულან. ამიტომ იყო სოფლ შეგრძნება ქართველი კაცის ასკეტური, მისტიკური რწმენისათვის უცხო. ქართველს არ სწამს საიქიო და უკვდავება. წუთისოფელი მიტომაც სურს ხარბად მოსჭამოს, მიტომაც ეტრფის დედამიწას, ვას და პურს, ღვინოს, მაგრამ ევროპამ პირველქმნილი ყოფა მოშალა. გოლიათი ქალაქებით მიწა დახფინა და დიდ ბუნებას წინ აღუდგა თავისი კულტურით. მაგრამ ევროპას დაეწევა ოდესმე ქართლი, ნურმც დაეწევა. ჩვენ არას გვარგებს ის ჯოჯოხეთი, ჩვენი სვება ღუმელები, მარტენად თქმული და ბლუმინგები. ჯოჯოხეთი ინდუსტრიისა ცივილიზებულ ქვეყნებისთვის დაგვილოცნია. იმ ქვეყნისათვის, ვინც მსოფლიო ბაზრის ძებნაში ერთმანეთს ომით, მანქანებით ანადგურებენ. ბუნების მძლენი საკუთარსვე სისხლში ცურავენ და იცურონ, ჩვენ კი იმ გზით არ გვსურს სიარული. მას საქართველო ბუნების და კულტურის შორის რა გზას დაადგეს? დაბრუნებას მიწასთან ვარჩევთ. თორემ ხედავდეთ, საქართველო უფსკრულის პირას საქანელაზე ქანაობს და დაკიდებულა. ასე უცნაურად ამეტყველდა პლატონი და ნინოს სადღეგრძელო განზე დარჩა. მერმე თამადამ ქართველი კაცის თვისებაზე დაიწყო ლაპარაკი. ჩვენ სიკვდილის შიშს
თავს ვაღწევდით ბრძოლით და ლხინით და მიწას ეშრობით. ამიტომ უხმეს გეორგია საქართველოს უცხოელებმა ეს ყველა ცხადად გამოსჭვივის ჩვენ სიმღერებში, საშრომ სალხინო, ძველ სუფრულში და ჩვენს ლაშქრულში, სადაც მოისმის მის წრაფება, დროშებ გაშლილი, აბჯარ ასხმული მებრძოლების ცხენთა თქარუნი. არასდროს არ მოკვდება წამს საქართველო. ისევ წინ გვიძღვის ნინოს ჯვარი, ხმალი თამარის. ნება მიბოძეთ თელის გულით რომ მოგილოცოთ მარად ქალწულის წმინდა ნინოს სახელობის დღე. გენაცვალე თქმაში შეძახა ესტატემ. ნინო იღიმებოდა და მას ფეხზე მდგარი სტუმრები ბრწყინვალე დღეს ულოცავდნენ. ირემივით ყელმოღერებულ ნინოს შავი თმა ოსტატურად დაეგრაგნა კეფაზე. თმის მორგვს სპილოს ძვლის სავარცხელი უმაგრებდა, რომლის თვალ მარგალიტებზე მეტად ასულის დიდრონი თვალები ბრწყინავდნენ. ქეიფი წამოვიდა. კახური მრავალჟამიერი შემოძახეს. ვანო სარაჯიშვილს ჩინებულ მეორეს ეუბნებოდა სანდრო ხოტივარი, ხოლო მათ ხმებს ჯიბო მაყაშვილის ძლიერი ბანი ჰფარავდა. ფანჯრის მინები ზანზარებდნენ. ესტატე მაყაშვილი უხვი მასპინძელი იყო. სამზადში ევტიხის გარდა სასახლის ყოფილი მზარეული ტრიალებდა. ევტიხის დამლაგებელ ქალ შურას გამდელ სალომეს შემწვარი გოჭი, ინდოური და ხოხობი ლანგარით შემოჰქონდათ. დიდ ნიჟარებზე ფაფასავით და ტვინივით რბილი თევზის ხორცი დაეგოზათ. გენერალ ჩიჯავაძის სადღეგრძელოს ჯერიც მოვიდა. პლატონმა აქაც გალესა ენა. ნება მიბოძეთ ბატონებო ვადღეგრძელო ჩვენი სარდალი, ჯვარი და ხმალი, მართლაც მთელი საქართველოა. თუ წინათ ჩვენი გენიოსი ვაჟა სტიროდა და ჟანგებულ ხარ გორდაო, დაგობებია ქარქაში, სადა ყავს შენი პატრონი, დაგაწყებინოს კაშკაში. ახლა ის ხმალი ქარქაშიდან ამოწვდილია. ჩვენი ბიჭები თურქეთსა და შამქორს იბრძვიან. მე მაგონდება თამარ მეფის ბრწყინვალე ხანაროს სოსლან დავით წინ წაუძღვა ქართველთა ლაშქარს, ეკვეთა ლომებრ და სისხლიან შამქორის ომში იგი ამირა დაამარცხა აბუბაქარი. წართვა მის ჯარს აშუბული მწვანე დროშები. აზერბაიჯანს დაარბია მისი სამეფო, წართვა განჯა და სულთანის ტახტზე თვით დაჯდა. ეს მოგონება დიდ შორეულ წარსულს ეკუთვნის. დღეს კი სოსლანის მაგიერსა, მამაც პოლკოვნიკ მაღალაშვილს და აფხაზავას, აბუბაქარის ნაშიერი, მისი ნაცვალი, რაფი ბეგოვი სიყვარულით უკავშირდება. შამქორის გამო ჩვენი მტრები ბევრს ყაყანებენ და სისხლის მსმელებს გვიწოდებენ. თურმე ნუ იტყვი, თბილისის კარი ურდოთათვის უნდა გაგვეხო. შამქორის ომში ჩვენ დავკარგეთ წმინდა გიორგის დიდი ორდენის კავალერი აფხაზავა სახელგანთქმული. მას ჰქონდა რაღაც უცნაური, რაიც აწვალებს თითეულ ქართველს. უცხოეთში გაჭრის სურვილი და იქ მოხვეჭა სახელისა გმირობის ჩენა, როგორც ჩხეიძეს და წერეთელს. ეს არის ჩვენი სახელმწიფოს დაშლის შედეგი.
ქართველს სურს თვის ხალხს თავის თავსაც გაექცეს ახლა და დიდსა და ძლიერ სახელმწიფოს განატრებული წამს ყოველ ქართველს სააკაძის ხატი აწვალებს მისი მარჯვენის ძალა ღონე ხმალი და რისხვარი ეს პრობლემა და მის გამო მე ტომებს ავწერ ყვიროდა თამადა და მისი თვალების ბრიალით არტისტული პოზებით და აწეული ხმით მოჯადოებულ გენერალს ჩიჯავაძეს კაპიტან მაყაშვილს და ჯარისკაცებს უცხო შორეთში გააჭრა იქ სახელის მოხვეჭა და გმირული ბრძოლას წყუროდათ კიდევ ბევრი აბდაუბდა ილაპარაკა პლატონმა მთელი თავისი ტემპერამენტი არტისტული და ორატორული ნიჭი დახარჯა და იქაც დაგვიანებით სიტყვის ბოლოს მოაგონდა სადღეგრძელოს მოლოდინში ფეხზე დგომით დაღლილი გენერალი და დაიძახა ქართული ლაშქარის სარდალს ვაშა და გამარჯვება ფეხზე მდგარმა მხედრებმა შესძახეს გაუმარჯოს ისევ დასჭექეს მრავალჟამიერი მეორე საარტილერიო ბრიგადის უფროსი გენერალი ჩიჯავაძე ნახევარ საუკუნეს მიღწეული მაგრამ ჯერ კიდევ მხნე და ლამაზი კაცი იყო მელოდ თავზე შერჩენილი თმა სამართებლით გაეპარსნა ხოლო აპრეხილი ულვაშები კი გიშრისფრად შეეღებნა ხელოვნურად გაახალგაზრდავებული კავალერი ქალებთან აშიკობას არ იშლიდა რასაც ხელს უწყობდა მისი ლამაზი და მიბნედილი შავი თვალები ამ სილამაზემ დიდი როლი ითამაშა თავადის დაწინაურებაში დაწინაურებისათვის მისწრება იყო პეტერბურგი მეფის სასახლე დიდი მთავრები მათი ქალები და ფრეილინები გენერალს მაღალ წრეში უყვარდა ტრიალი ახლაც ესტატე მაყაშვილის ცოლის ვარდოს გვერდით იჯდა და მას ეკურკურებოდა წარმოთქმული სიტყვით დაღლილი პლატონი კი მოწყენილი იჯდა ახლა და გაშტერებული თვალებით თეფშს დასცქეროდა ვერ ვიტყვით ღვინო მორეოდეს მთვრალი იყო იგი დაუსრულებელ ლაპარაკს სადღეგრძელოებს დაეღალნა და დაეკანცნა იგი თვითვე ექცეოდა ლოგიკურ აზრს მოკლებულ თავისივე სიტყვების ჰიპნოზში და უმიზეზო ნაპირ გადასულ ეგზალტაციაში აგზნებაში ვარდებოდა ხშირი ორატორობა გონივრულ და ზნეობრივ დაშრეტას იწვევდა ორატორი დიდ სიცარიელეს გრძნობდა ჩლუნგდებოდა და ძველი საზანდარივით ცვდებოდა რადგან სათქმელი წამისა ჰქონდა ხოლო საათობით კი იჭაჭებოდა ამიტომ იჯდა დაქანცული მოწყენილი უაზროდ თვალებ გაშტერებული საკვირველი კაცია ეს მოგველაძე ვერ გაიგებ რა უნდა თქვას რას ეტრფის რას წამს უჩურჩულა ვექილმა ქარელიძემ დირექტორს დათა მიქელაძეს დათამ შენიშნა ალაგ-ალაგ საინტერესოა და სწორ მოსაზრებებს აყენებს მერე ერთბაშად აურევს ხან ევროპის კულტურას და ცივილიზაციას იცავს ეპოტინება და ხან კიდევ სოფლურ ყოფას ხან ოპტიმისტია და ხანაც პესიმისტი ხან ქრისტეს რელიგიას ეტრფის და ხან კიდევ წარმართობას ერთი გარკვეული თვალსაზრისი და მსოფხედველობა არ გააჩნია ისევ უჩურჩულა დათას ქარსელაძემ დათამ გაიღიმა და უთხრა დეკადენტი პოეტია გარკვეული მსოფხედველობა და მრწამსი საიდან ექნება რაფიელ ახვლედიანმა ყური მოჰკრა ქარსელაძისა და მიქელაძის საუბარს და აღენთო თქვენი აზრით დეკადენტ პოეტს თვალსაზრისი და მსოფხედველობა არ გააჩნია
ახირებული მსჯელობა ბოდლერისა და ნიცშეს ცოდნას და ფილოსოფიას ყველა ქვეყნის ფილისტერები ვერ გადასწონიან. ერთი გარკვეული მსოფლმხედველობა ჩვენ პოეტებს თქვენთვის დაგვითმია. ჩვენ პოლიტიკური მოღვაწეები და პროპაგანდისტები არ გახლავართ და არც სახარების მქადაგებელი ხუცები. კამათმა ისეთი მწვავე ხასიათი მიიღო, რომ პლატონმა თავი ასწია და სუფრას წესრიგისკენ მოუწოდა. რაფაელმა გასძახა: ბატონო პლატონ, ჩემი ბრალი არ არის, აქ პოეტებს დასცინიან. პლატონმა დაძაბული ატმოსფერო ოხუნჯობით გახფანტა. რაფაელ, დაწყნარდით, თორემ მე და თქვენ ისე გაგვაძევებენ ამ სუფრიდან, როგორც ფილოსოფოსმა პლატონმა გააძევა პოეტები თავის სახელმწიფოდან. ესტატე მაყაშვილმა გადაიხარხარა. მას სხვებიც ახვნენ და ისევ წამოვიდა ლხინი. ისევ გაჩაღდა ჭამასმა, სიმღერა, ცეკვა, თამაში. ის ლხინი და ღრიანცელი ეკალივით ესობოდა გულზე, ქვედა სართულში პირქვე დამხობილ დედას მარინეს. ის ლხინი, სიმღერა, ცეკვა, თამაში და ფეხების ბრახუნის თელავდა მარინეს სხეულს, სჯიჯგნიდა და დასცინოდა მის უსაშველო გლოვას. თავზე დაცარწაყრილი და მგლოვიარე დედა სხევლიდა ქრისტეს მაცხოვარს, თავის გაჩენის დღეს, საქორწინო გვირგვინს, გოდებით დათუთქულ თავის ძუძუ მკერდს და თავის კერასა და სახლის საძირკველს, სხევლიდა მაყაშვილთა დარბას, იქ შეყრილ სტუმრებს, პეტოს მკვლელებსა და შამქორს. როცა რიჟრაჟმა მოატანა და ცაში ნათელი ჩადგა, დედამ შვილის ტანისამოსი, ქამარხანჯალი და ბუხრის ქუდი გამოიტანა. საწოლზე დაალაგა და გაშალა. თვალის უპეებში და შემჭკნარი ღაწვების კანის ქვეშ ჩაქცეული სისხლი ჩასდგომოდა. ჭაღარათმა გაზძეძოდა. ხერხემალ გადატეხილი ბებერი ძუ ვეფხვივით ეგდო საწოლზე. ვეყარ დგებოდა გლოვით მოკლული, მხოლოდ ტანს არ ხევდა და ნელი-ნელ ირწეოდა. გამოუთქმელი მწუხარებით აშტერდებოდა და ხელს უსვამდა იარაღს, ბუდე ქარქაში შაგრენს, ქამრის თასმებს და მუშკივით რბილ მეშს. ყნოსავდა. შვილის ტანის საამოსურნელი სცემდა მისი ბავშვობა. განვლილი გზა აგონდებოდა და უცხო რამ ქართულს ჩურჩულებდა. ხოლო მზის ამოსვლისას ხმას უმატებდა და ქვითინებდა. ტიროდა. ვერასოდეს რომ ვერ იხილავდა მისი შვილი დღის სინათლეს და ვერ გაიხარებდა წითელი მზითა და მწვანე ბალახით. სარკმელში შემოჭრილ სხივებს მიაპყრო თვალი. თაწმინდის მწვერვალს მიაშტერდა და ქვეყნის გასაგონად დაიძახა. სადა ხარ შვილო? სადა ხარ პეტო? სადა ხარ ჩემო ირემო ბიჭო? სადა ხარ შვილო? სადა ხარ პეტო? ირემო ბიჭო, ირემო ბიჭო.